სტუდია. მოგესალმებით პატრიოტულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოგოშვილი. FM 102.4 ტალღაზეა თქვენი მიმღებები მომართული საზოგადოებრივ რადიოს, რადიო 1-ს უსმენთ, ღია სტუდია იწყებს ღია ეთერში მუშაობას. დღეს ეკონომიკაზე გესაუბრებით, მოკლედ რომ წარვადგინოთ თემა და ჩვენი სტუდიის სტუმარს გაგაცნობთ. დღეს ღია სტუდიას სტუმრობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ბატონი ვახტანგ ჭარაია. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, აგრეთვე მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელებს. მადლობას მოგესალმებით მომბრძანებისთვის. მადლობა რომ დამპატიშეთ. არ არის დიდი ხანი რაც უნივერსიტეტში არსებობს პროგნოზირების, ანალიზის და პროგნოზირების ცენტრი, მაგრამ ძალიან სერიოზული მეცნიერებით და ახალგაზრდა, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებითაც არის დაკომპლექტებული ეს ცენტრი და ძალიან დიდ და საინტერესო სამუშაოს ეწევა. ვიდრე უშუალოდ ეკონომიკურ ვითარებას მიმოვიხილავთ, თუ თქვენი სურვილი იქნება პატრიოტულ რადიო მსმენელებო, ლარის კურსად შევეხები და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს, მაგრამ ვიდრე ამ თემებზე გესაუბრებით, მანამდე მინდა ბატონ ვახტანგს ვთხოვო, რომ უშუალოდ ცენტრის თაობაზეც მოგვეწოდოს მოკლედ რამდენიმე ინფორმაცია, მანამდე სანამ სიტყვას გადასცემ, შეგახსენებ ტელეფონების ნომრებს და ჩვენი გადაცემის ფორმატს თქვენთვის ცნობილია, მაგრამ როგორც ყოველთვის დღესაც მოგცემთ საშუალებას რომ ჩაგვერთოთ შეკითხვები დაუსვათ ჩვენი სტუდიის სტუმარს 240 91 92 და 240 92 92 ტელეფონები ჩართულია. ველით თქვენს როგორც ყოველთვის თქვენს აქტიურობას. ბატონო ვახტანგ, ჯერ ცენტრის თაობაზე მოკლედ მოგვეწოდეთ ინფორმაცია და შემდეგ უშუალოდ ეკონომიკურ ვითარებას შევეხოთ. მადლობა შეკითხვისთვის ბატონო გიორგი, ჩვენი ცენტრის დაფუძნების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში, ქვეყანაში უნივერსიტეტის როლის ამაღლება და უნივერსიტეტის ხმის ამაღლება, ესე ვთქვათ. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ექსპერტული საზოგადოება ქვეყანაში არის ძირითადად დაყოფილი ორ ნაწილად და მათი უმრავლესობა, ექსპერტის უმრავლესობაზე მაქვს საუბარი, არის აფილირებული, არ ვიტყვი რომ ვინმეს პირდაპირ, ესე ვთქვათ, აკეზებს ან პირდაპირ ვიღაცის ინტერესებს იცავს, მაგრამ მეტნაკლებად შეიმჩნევა, რომ ტენდენცია გარკვეული ექსპერტების ან ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართულებით არის პოზიტიური და ნეგატიური შესაბამისად მეორე პარტიის მიმართულებით და ასე მეორე კატეგორია ამ ექსპერტების, რომელიც არის ისინი კი პირიქით იქცევიან, იმიტომ რომ მათი ესე ვთქვათ ინტერესთა სფერო ცოტა სხვანაირია. ჩვენი დაინტერესება, თუმცა მაპატეთ ინტერესთა სფერო გასაგებია აბსოლუტურად სწორი შენიშვნა, მაგრამ ალბათ აქვს ექსპერტსაც უფლება რაღაც სიმპათიები ქონდეს, ხო? სიმპათიების უფლება კი აქვს, მაგრამ აი გადახრა და მიკერძოება ცოტა მართლა უხერხულია სხვა სიტყვა რომ არ ვიხმარ. დაგეთანხმებით, თუმცა როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ამ სიმპათიას რაღაც ყოველდღიურ რეჟიმში ავლენს ესა თუ ის ექსპერტი, აი მაშინ ჩდება უკვე გარკვეული შეკითხვები, თორე ზოგადად შეიძლება ერთ კონკრეტულ მოვლენაზე ექსპერტს კონდეს პოზიტიური შეხედულებაც და ნეგატიურიც, ეს მისი ექსპერტული შეხედულებაა, მაგრამ როდესაც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი პოზიტიურად შუქდება ან ყველა ნაბიჯი ნეგატიურად შუქდება, უკვე საქმე იმასთან გვაქვს, რომ ნამდვილად ეს ექსპერტი მოტივირებულია ან წაახალისოს ან პირიქით ხელი შეუშალოს გარკვეულ, ესე ვთქვათ, მოვლენებს ქვეყანაში და გააშუქოს ის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში ჩვენი დაინტერესება არის უნივერსიტეტის ანალიზსა და პროგნოზირების ცენტრის, რომ ჩვენ მეცნიერულ საფუძვლებზე განვახორციელოთ კვლევა მიმდინარე აქტუალური ეკონომიკური საკითხების და შევთავაზოთ ნეიტრალური, შეიძლება ყოველთვის ნეიტრალური მართლა არ გამოგვივიდეს, იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს ჩვენი სიმპათიები, ანუ აქ საუბარი მაქვს რაღაც ეკონომიკურ თუნდაც მიდრეკილებებზე, შეიძლება დაუშვათ ვიღაცა ლიბერტარიანი იყოს, ვიღაცა შეიძლება უფრო მკაცრი სახელმწიფო, ესე ვთქვათ, პოლიტიკის გატარების მომხრე იყოს და ჩვენშიც არიან ისეთებიც და ასეთებიც და შესაბამისად ეს უფრო სხვა მიდგომა, ეს უკვე უფრო მეცნიერული მხრივ, ესე ვთქვათ, რომელ მიმდინარეობას ანიჭებს უპირატესობას, ესა თუ ის კვლევარი იმაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვეცდებით, რომ არ ვიყოთ, ესე ვთქვათ, პოლიტიკური თამაშების მონაწილეები. აი ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში და ჩვენ გვსურს, რომ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მამათუიმ ეკონომიკურ საკითხებზე.
სხვათა შორის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გვახსოვს ჩვენ რომ თავის პოლიტიკურ გუნდს მოუწოდებდა ამის თაობაზე რომ საზოგადოება მუდმივად ყავდეთ ინფორმირებული. არ არის საუბარი აქ რაღაც პროპაგანდისტურ ელემენტებზე, არის ინფორმირებულობაზე და რასაკვირველი ამის ვალდებულებაც აქვს ხელისუფლებას, მის ეკონომიკურ გუნდს და ამის მოთხოვნილება არსებობს საზოგადოების მხრიდან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ ვითარდება ეკონომიკა, რა ძირითადი მიმართულებებია, რა გველოდება დღეს, რატომ დაეცალა არის კურსი, რა უწყობს ხელს მის გამყარებას. ეს თემები უაღრესად სენსიტიური და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამდენად თქვენი ცენტრის არსებობა მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეაფასოს ზოგადად უკვე საზოგადოებამ და ასე ვთქვათ გარედან დამკვირვებელმა. რამდენად ახერხებთ ახლა ეს მინდა გთხოვოთ თქვენი ამოცანის შესრულებას, რა კვლევები ჩაატარეთ, რა კვლევებს ატარებთ, როგორ ატარებთ, რა ძალებით და ამის თაობაც რომ გითხრათ. მოგახსენებთ, ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორები და დოქტორანტები ძირითადში, თუმცა ჩვენ გვყავს დისკრიმინაციაში არ ჩამითვალა, თუმცა ასაკოვანი პროფესორებიც, რა თქმა უნდა, ჩვენ წევრებად, ასევე სტუდენტებიც ყვანან, იმიტომ რომ ყველას აზრი გასათვალისწინებელია და ყველას შეიძლება გარკვეული თავისი სიმართლე, ასე ვთქვათ, კარგი კუთხით კონდეს დანახული და ის ჩვენთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, ამიტომ პრინციპი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტნაკლებად მთელი უნივერსიტეტი ჩართულია ჩვენ საქმიანობაში, რაც შეეხება ჩვენს მიერ უკვე განხორციელებულ კვლევებს და ანალიზებს, ჩვენ მქონდა სხვადასხვა ტიპის კვლევები, თუნდაც იგივე ნავთობის ფასის საკითხთან დაკავშირებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან, უმუშევრობასთან, რაც ახლა ყველაზე აქტუალური თემებია, ამ საკითხებზე მქონდა ჩვენი ასე ვთქვათ მოსაზრებებიც, კვლევებიც და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო კვირას იგეგმება ჩვენს მიერ განხორციელებული დაახლოებით 100 გვერდიანი ნაშრომის გამოქვეყნდება ლარის კურსთან დაკავშირებით, რომლის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი უნივერსიტეტის რექტორია ბატონი ვლადიმერ პაპავა და ის თავის მხრივ ძალიან საინტერესო მიმოხილვას იძლევა აი ამ ლარის კურსთან დაკავშირებით, როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე დღევანდელ ვითარებასაც საკმაოდ საინტერესოდ აღწერს და შემდგომ უკვე გვაქვს უშუალოდ საკითხი განხილული ყველა მიმართულებით, ეს იქნებოდა საშინაო ფაქტორები, საგარეო ფაქტორები, რაღაცა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ლარის კურსზე. სხვათა შორის ეს პუბლიკაცია ორენოვანია, შესაბამისად დაურიგდება ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არაქართულენოვანია და მათაც ექნება წვდომა ამ ინფორმაციისადმი. შესაბამისად ჩვენ მოსახლეობის ესე ვთქვათ ფართოფენებს, არა მხოლოდ ფართოფენებს, არამედ კონკრეტულად იმ სპეციალისტებსაც, უცხოელ ადამიანებსაც მოვიცავთ, რომლებსაც შეიძლება ეს თემა აინტერესებდეთ, მაგრამ რახან ქართულად შეიძლება ყოფილიყო, მათ არ ქონოდათ წვდომა ამ ინფორმაციასთან, თუმცა ჩვენ ამაზეც ვიზრუნდით. ჩვენს მსმენელებს ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად დააინტერესებთ არა ის თუ რამდენად ექნება წვდომა თქვენს კვლევებთან უცხოელებს, არამედ იმ გუნდს, ეკონომიკურ გუნდს თუ აქვს ინტერესი და წვდომა, მათაც თუ უგზავნით და თუ იცით მათი რეაქცია. ვინც მართავს ეკონომიკას ქვეყანაში? დიახ, რა თქმა უნდა, ეს მე თვითონვე უნდა მეთქვა თქვენ შეკითხვამდე. ჩვენ კავშირზე ვართ ქვეყანაში უამრავ სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, მათ შორისაც პარლამენტთან და მათთანაც ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები ამ ნაშრომის შესრულების დროს. ანუ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ესე ვთქვათ, გავაანალიზეთ, არამედ შევეცადეთ, რომ ყველა მოქმედი ფაქტორის და აგრეთვე ორგანიზაციებიდან წამოსული ინფორმაციის გაანალიზება გაგვეკეთებინა, ამიტომ და შესაბამისად ერთი მხრივ მათგან ინფორმაცია ავიღეთ, ხოლო ჩვენი მხრიდან გეტყვით, რომ პუბლიკაცია დაახლოებით 800-იანი ტირაჟით მზადდება, შესაბამისად ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ ყველა პარლამენტარს, ყველა სამინისტროს, ყველა ადგილობრივ თუ უცხოურ ორგანიზაციას, რომელიც მეტნაკლებად ეკონომიკური მიმართულებით მუშაობს, დაურიგოთ ეს პუბლიკაცია იმისთვის, რომ შესაბამისად მათ კონდეთ წვდომა ამ ინფორმაციასთან და არ ეძებონ ჩვენ მათ უმარტივებ ცხოვრებას, ესე ვთქვათ, მოსაძებნიც კი არ ექნება სადმე ინტერნეტში, არამედ იქვე მიუტანთ პარლამენტში, სამინისტროებში და ასე შემდეგ, სადაც იქნებიან იგივე ეროვნულ ბანკსაც თავიანთ ოფისებში დაურიგებთ ამ პუბლიკაციებს. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ვიდრე უშუალოდ კვლევებს შევეხებოდეთ და აი რაც ყველაზე მეტად მართლა აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენი მსმენელების ინტერესსაც დაემსახურებს, ვიდრე ამ კვლევებს შევეხებით, მანამდე ერთი ლირიული გადახვევა თუ შეიძლება ითქვას, ასე ბატონო ვახტანგ, მე უკვე წარგადგინეთ როგორც უნივერსიტეტის დოქტორანტი, თქვენ თვითონ რა თემაზე მუშაობთ?
ჩემი უშუალო სადისერტაციო ნაშრომი შეეხება პირდაპირ უცხოური ინვესტიციების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. სულ მალე მე უკვე ვიცავ, ანუ მე ჩემი დისერტაცია უკვე დავწერე, შემფასებლებმაც შეაფასეს ჩემი ნაშრომი და დაახლოებით ერთ-თვე ნახევარში მე მექნება უკვე ჩემი სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. ასე რომ სულ მალე, ესე ვთქვათ, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, გავხდები ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. ძალიან სასიამოვნო, წინასწარ მოგილოცავთ, მაგრამ ვინაიდან თქვენ აი ამ თემაში როგორც იტყვიან ხართ როგორც თევზი წყალში, რაც შეეხება ინვესტიციებს, მოდით ამით დავიწყოთ დღევანდელი გადაცემაც, თემატური თვალსაზრისით, გადაცემა რამდენიმე წუთის დაწყებული გვაქვს, მაგრამ თემატურად ამით დავიწყოთ და ინვესტიციების მნიშვნელობაზეც კიდევ ერთხელ რო უთხრა ჩვენს მსმენელებს და ამავე დროს ამ ხრივ რა ვითარება აქვს ქვეყანაში, როგორი დინამიკაა, რა თქმა უნდა, ეს კვლევა თქვენ გექნებათ ჩატარებული და ალბათ მოხსენებული და მოშველებული თქვენს სადისერტაციო ნაშრომში. აი გითხარით ინვესტიციებთან დაკავშირებით ვითარება როგორია? დიახ, მოგახსენებთ თქვენ ახსენეთ რომ მე უნდა მქონოდა გაკეთებული გარკვეული დინამიკური ანალიზიც, ასევე რაღაც შედარებითი ანალიზი და ასე შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა მე მაქვს და უფრო მეტიც მისი აპრობაცია განვივლია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოხსენებების გზით, ასე რომ ეს ჩემი ნაშრომი მრავალგზის აპრობირებულია. ეხლა კი უშუალოდ თქვენს შეკითხვას რაც შეეხება საქართველოში. მოდით მოკლედ დავახასიათებ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები რა როლს თამაშობენ, დავიწყოთ იმით თუ რამდენია შემოსული პირდაპირ უცხოური ინვესტიცია საქართველოში, დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს აღემატება 96 წლიდან დღემდე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების საერთო ჯამური რაოდენობა საქართველოში. ამ თანხის დაახლოებით 40-დან 45%-მდე არის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოდინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ძალიან კარგი არის ეს, როდესაც ასეთი განვითარებული ჩვენი სამეზობლოს ყველაზე ესე ვთქვათ განვითარებული რეგიონი ევროკავშირი ცდილობს საქართველოში ინვესტიციების დაბანდებას, თუმცა აქვე ერთი პატარა ნეგატიური მომენტიც არის ის, რომ ასეთი ძლიერი დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნებზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოსზე ევროკავშირში გარკვეული პრობლემების არსებობის შემთხვევაში და ჩვენ ვიცით რომ ევროკავშირში თუნდაც იგივე საბერძნეთის პრობლემა არის, კიდევ მრავალ სხვა ქვეყანას აქვს გარკვეული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები, შესაძლოა მომავალში მათ გაუურთულდეთ ესე ვთქვათ ვითარება და ამან ასახვა პოვოს ჩვენთან განხორციელებულ ინვესტიციებში. თუმცა მოდით ვივარაუდოთ რომ ეს ესე არ მოხდება და თუ ესე მოხდება, ყოველ შემთხვევაში სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი ინვესტიციები წამოვა და ისინი ჩაანაცვლებენ რეალურად იმ ხარვეს, რაც იქნება ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოწვეული. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რახან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ჩვენთან უკვე არა მხოლოდ ევროპელებს, არამედ მთელი მსოფლიოდან ინვესტორებს აქვთ უპირატესობა განახორციელონ აქ ინვესტიცია, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც ევროპელი ცდილობს, რომ საქართველოში იაფად აწარმოოს და შემდგომ შეიტანოს თავის ქვეყანაში გარკვეული პროდუქცია და მეორე, როდესაც იგივე ეს იქნება აზიის ქვეყნებიდან, იქნება თუ ამერიკის კონტინენტიდანაც რომელიმე ქვეყანა იქნება, თუნდაც ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, საქართველოში მას შეუძლია გახსნას გარკვეული საწარმო და შემდგომ აქ შედარებით იაფად წარმოებული პროდუქცია უამრავი ასე ვთქვათ შეღავათების და ბოლო საბაჟო გადასახადების გარეშე შეიტანოს ევროკავშირის ბაზარზე, რაც ძალიან პოზიტიური მომენტია და ანუ მთელ მსოფლიოს უხსნის შესაძლებლობა საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. გავლენას რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკას და მნიშვნელობას. ეს ძალიან სერიოზული თემაა, ვიდრე ამაზე მიპასუხებ ორი მსმენელი გველობა, ჯერმანტი კითხვები მოვისმინოთ. თუ შეიძლება გაიკეთოთ. ჰალო გისმენთ? გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ ბატონო ახლა. ბატონო ახლა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ აქსიომა ის რომ სახელმწიფო რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზრდოობს იმპორტით, პრაქტიკულად ის იქნება ყოველთვის პრობლემებში ეროვნულ ვალუტასთან და სხვა ყველაფერთან ერთად რაც ეხება მოსახლეობის კეთილდღეობას, მაგრამ აი დღეს როგორ ხდება რომ ის იმპორტი ორი ჩარჩი ბიზნესმენები, რომლებმაც პრაქტიკულად 90-იან წლებიდან პრაქტიკულად მთელი მოსახლეობის ქონება ჩაიგდეს ხელში, არ მიდიან იმასთან დაკავშირებით თანხმობაზე, რომ საქართველოს გადავიდეს ექსპორტზე, იმიტომ რომ ჩვენ არც ნავთი გვაქვს, არც გაზი გვაქვს, არც ჭარბი ელექტროენერგია და არც იმდენი ოქრო, რომ სოფლიოს პრაქტიკულად მივაწოდოთ ყველაფრის გარდა და თუ სხვა განვითარებადი ქვეყნები სარგებლობენ იმით, რომ იღებენ პატენტებს განვითარებული სოფლიოს როგორც იტყვიან მანქანათმშენებლობიდან, ელექტრომატარებლების მშენებლობიდან და სხვა გინაძე სანათებიდან და ასე შემდეგ. აი როგორ შეიძლება ჩვენთან ამ თვინამდე მივიდეს იმ ჩარჩი ბიზნესმენების
მოწინააღმდეგე რომ არ შეიძლება 21 საუკუნეში როცა ჩვენ 21 იმას ევროკონვენციას ხელს ვაწერთ დღემდე გაგრძელდეს ის რასაც ისინი აკეთებენ იმიტომ რომ ზუსტად მოსახლეობის გადინების მთავარი პრობლემა ეგაა და ლარის კურსის დევალვაციაც ეგაა რომ ჩვენ როგორც ნარკომანები ისე ვზივართ იმპორტზე და ექსპორტზე ნაკლებად უზრუნავთ გარდა ღვინისა და მცირე-მცირედი პროდუქტებისა რაც შეიძლება სოფლის მეურნეობის ნაყოფს წარმოადგენს. აი თქვენ როგორ როდის მოხდება მათ twin-ში ეს გადატეხვა ვინ უნდა მოახერხოს ჩვენ ხო ეს სოციალური წყობიდან არ უნდა გადასულიყავთ ველური კაპიტალიზმის წყობაზე ან ბურჟუაზიაზე რასაც განვითარებულმა ევროპასმაც კი უარი უთხრა ამიტომ ეს არის ადამიანების უხეში უფლებების დარღვევა დამონების იდეოლოგიიდან გამომდინარე. მადლობა ჩავთოთ კიდევ ერთი მსმენელი ალო მოგესალმებით გამარჯობა მოგესალმებით ბატონო ვახტანგ მე ერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს ანუ პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი გამოვიდნენ თქვენს რომ იანვარ-ფებრუარი მარტში ჩვენ გქონდა 4.2% ზრდა ეკონომიკის. მაშინ როდესაც ამ პირველი კვარტალის მონაცემებით ხო მაშინ უნდა დამეთანხმებით ალბათ, მაშინ უნდა ყოფილიყო სტაბილური მაინც თუნდაც იმ მონაკვეთზე. ეს თვალში ნაცრი შეკრა თუ უბრალოდ დაკვეთა იგივე საქსტასის ხელმძღვანელობას თან რომ ასეთი სტატისტიკა დაიწეროს? გასაგებია თქვენი კონკრეტული კითხვა, კიდევ ერთი მსმენელი გველოდება. ალო გისმენთ? გაგიმარჯოთ. მოგესალმებით. აი როგორ გაძლიერდება ჩვენთან ეკონომიკა, როცა ჩვენი მუშახელი არის საზღვარგარეთ წასული და იქ იჭერენ მათ რომ და ხელს უწყობენ განსაკუთრებით გონიერ ახალგაზრდობას. მე მხედველობაში მაქვს ჩემი შვილიშვილს, რომელმაც უმაღლეს ეს განათლება დაამთავრა პარიზში და ვერ მოდის საქართველოს რომ ვერ მუშაობს და აი გონი, ქართული გონი იკარგება, ისინი იჭერენ, ხელს უწყობენ რომ იქ დარჩეს და ჩვენ კიდე აქ ხელს არ უწყობთ და ვედენებით პირიქით მე მგონი ახლა ხელს უწყობენ აქედა რომ წავიდეს ხალხი ვინ შექმნას ეკონომიკა ვინ იმუშაოს თუ არ გვეყოლა ჩვენი კადრი აქ. მადლობა. დიდი მადლობა. ვიდრე ბატონი ვახტანგი გიპასუხებთ, რასაკვირველია არც ერთ შეკითხვას ვცდილობთ ხოლმე რომ არ დარჩეს არც ერთი შეკითხვა პასუხგაუცემელი. ბოლო ზართან დაკავშირებით თქვენის ნებართვით ბატონო ვახტანგი მე მინდა შევახსენო უბრალოდ ჩვენს მსმენელებს რომ ხელისუფლებას დღევანდელ ხელისუფლებას დიდი სურვილი აქვს რომ ის ახალგაზრდები რომლებიც არიან გასული საზღვარგარეთ რომლებიც ახერხებენ მოპოვებას გრანტების და სწავლობენ საზღვარგარეთ რომ დაბრუნდნენ საქართველოში და ცოდნა აქ გამოიყენონ. საამისოდ შეგახსენებ ჩვენ ძირფასო რადიო მსმენელებს შარშან განახორციელა ეს ინიციატივა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო და ხელშეკრულებები გაფორმდა, გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც 2000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ვინც უკვე სწავლობს საზღვარგარეთ და ამ გამოცხადდა კონკურსი რომელს დააფინანსებდა სახელმწიფო და რამდენიმე ათეულმა თუ ასეულმა მე ზუსტად ციფრი არ მახსოვს ჩვენ უშუალოდ ამ ცენტრის ხელმძღვანელი ყავდა მოწეული და მანისაუბრა ღია ეთერში და ასევე წარმატებული სტუდენტებიც მოვიწვიეთ რომლებმაც მიიღეს გრანტები ამ ახალგაზრდებმა ხელი მოაწერეს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას რომ მართალია ისინი ახლა საზღვარგარეთ სწავლობენ ისინი დამატებით სახელმწიფოსგან უკვე რაღაც თანხებს იღებენ და ვალდებულებას იღებენ რომ დაბრუნდებიან და საქართველოში იმუშავებენ ასე რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო მუშაობს ერთი რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ბატონო ვახტანგი გითხოვს რომ ზოგადად როგორც ამბობენ ხოლმე ცოტა მარტივად ვიტყვი მეც ხელისუფლება საქმეს აკეთებს მაგრამ პიარი არ უარგა ასე ამბობენ ხოლმე და არ შეიძლება ამაში არ დაეთანხმო იმიტომ რომ აი ეს ფაქტი რომ აი საზღვარგარეთ წასულებს როგორ ვაძლევთ ჩვენ თანხას და როგორ მათ უწყობთ ხელს და შეუწყობთ რომ დაბრუნდნენ საქართველოში და ის ცოდნა გამოიყენონ ეს რომ წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული იყო და ამდენი თანხა იქ რო ჩადებული იყო დარწმუნებული იყავთ რომ ყველა საინფორმაციო საშუალება ამაზე ძალიან ხმამაღლა და 10-ნაირად და 100-ნაირად იმეტყველებდა და უამრავ მაგალითს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთეთ რამდენიმე გადაცემა ხომ გითხარით სტუდენტების მოვიწვიეთ წარმატებულები და ვინც თანხები მიიღო სახელმწიფოსგან მაგრამ ისე კარგად არ არის ეს თემა გახმოვანებული და საზოგადოებაში გასული შეიძლება ძალიან ბევრმა არის ამის თაობაზე და მით უმეტეს რომ ეს გრძელდება ეს პროექტი წელს უკვე ახალი
ტალღა წამოვიდა და უკვე სხვა სტუდენტებსაც გაუგზავნეს. უკვე თანხები მიიღეს ამ ადამიანებმა, ვიცი, კონკრეტულად ვიცი, იმიტომ რომ ჩემმა შვილმაც მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში და ის რომ ოჯახებს არ შეუძლიათ, მე ვერაფერს ვერ უგზავნით იმას და სახელმწიფომ გაუგზავნა თანხა, ისწავლე, ოღონდ ჩამოდი და იმუშავე აქ. ეს ძალიან დიდი რამაა და ზუსტად აი იმ გონიერი ახალგაზრდების უკან დაბრუნებას შეუწყობს ხელს, რომლის თაობაზე ჩვენ მსმენელი ასე გულისტკივით საუბრობდა. დაგეთანხმებით ბატონო გიორგი, მეც ვიცი რომ ეს პროგრამა ნამდვილად არსებობს, ჩემი რამდენიმე მეგობარიც დასულა ამ პროგრამით საზღვარგარეთ და ნამდვილად ვადასტურებ რომ ესეთი პროგრამა არსებობს, თუმცა ჩემი მიდგომა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ უკეთესი იქნება არა ჩვენი ქართველი ახალგაზრდები საზღვარგარეთ გაუშვათ, ანუ გეტყვით ახლა ბოლომდე რასაც გულისხმობ, არამედ ის უცხოელი პროფესორები აქეთ ჩამოვიყვანონ და უფრო ესე ვთქვათ მეტ ეფექტს მივიღებთ. ჩვენ სიტყვაზე თუ ვიტყვით რომ ერთ სტუდენტს დაახლოებით წელიწადის განმავლობაში, რომელსაც საზღვარგარეთ აგზავნიან, ჭირდება საშუალოდ $20,000 მაინც, 30-იც შეიძლება მეტიც იყოს. ეს $30,000 შემდგომ გადაანგარიშებული ყოველ სტუდენტს რამდენიც მიდის, ანუ 100 სტუდენტი თუ მიდის 20,000 ჯერ 100 და ასე შემდეგ, რაც არის ეს თანხა რომ საქართველოს ჩაიდოს და ისე პროფესორები აქეთ რო ჩამოვიყვანოთ, ჩემი აზრით უფრო მეტ შედეგს მივიღებთ, უფრო მეტი ქართველ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა იგივე კვალიფიკაციის განათლება იგივე პროფესორისგან აქვე მიიღოს და ამის მაგალითად მინდა დაგისახელოთ Millennium Challenges დახმარებით საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება TSU-ს, ილიას უნივერსიტეტის და GPI-ის ბაზაზე და დაახლოებით $30 მილიონი ხარჯება ამ პროექტზე. მართალია დიდი ოდენობით თანხა, თუმცა ეს მრავალწლიანი პროექტია. საქართველოში სტუდენტებს ექნებათ, ქართველ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოში მიიღონ ქართული და ამერიკული, ამ შემთხვევაში სან-დიეგოს უნივერსიტეტის სახელმწიფო დიპლომი, საქართველოდან გაუსვლელად ფაქტობრივად. იქ არის გათვალისწინებული, რომ მათ იქაც შეუძლიათ დაუშვათ ერთი წელი გაიარონ, ერთი წელი მერე შემდგომ საქართველოში დაბრუნდნენ და მრავალი ესე ვარიაცია არსებობს, თუმცა ფაქტი ის არის, რომ საქართველოში სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება ამერიკული დიპლომის მიღება, რომელიც მთელ სოფლიოში აღიარებული. ანუ ჩემი აზრით, აი ეს მიდგომა უფრო გამართლებული იქნება. ესეც გარკვეულწილად სახელმწიფოს ესე ვთქვათ დახმარებით ხორციელდება ეს პროექტი, თუმცა და ისიც რომელიც თქვენ ახსენეთ, მაგრამ ჩემი აზრით, აი ეს მიდგომა უფრო მეტი ეფექტის მიმცემი იქნება გრძელვადიანად ქვეყნის. გეთანხმებით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ უკვე ის ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ ორიენტაცია, რომლებიც წავიდნენ, ან მიდიან იქ და უნდათ განათლების იქ მიღება, მან უდარჩებითო ამას რო ეუბნება სახელმწიფო და მე მოგეხმარებით ოღონდ ისევ დაბრუნდით. ასეც არ არის ურიგო. ურიგო ნამდვილად არ არის. ფაქტობრივად ისინი თავისი სურვილით, თავისი ნაშოვი გრანტებით იყვნენ ეს მარტივად რო თქვა წასული და იმათი დაბრუნებაც უნდათ. ბატონო, ასე რომ ესეც არ არის ურიგო. რასაც თქვენ ბრძანეთ, ეს რა თქმა უნდა ეკონომიკური თვალსაზრისით ალბათ უფრო წარმატებული და უფრო მომგებიანია, მაგრამ იმათი გაშვებას ბოლომდე რომ არ უნდათ და აი რასაც ჩვენი მსმენელი ასე გულისტკივილით ამბობდა რომ ვერ ჩამოდისო ჩემი მისი შვილი მე მგონი როგორც მან თქვა ხო ვერ ჩამოდისო ამიტომ რომ აქ როგორ დასაქმდეს არა ხელისუფლება პირიქით თვითონ ხელშეკრულებას აფორმებს იმ იქ წასულა უკვე ახლა ვინც არის წასული და ვინც თან დააკმაყოფილა ამ კონკურსის მოთხოვნები რომ ესე რაც ჩვენთან გამოდგება რაზედაც ისინი მუშაობენ ის თემები აქ უნდა ჩამოიტანონ და აქ უნდა იმუშაონ ესეც არ არის ურიგო მე მგონი ზოგადად. ურიგო არ არის და ნამდვილად კარგიც არის მეც ჩემი პირადი მაგალითი რომ განვიხილო 10-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტი მიმიღია საზღვარგარეთ სასწავლებლად მისწავლია უამრავ ქვეყანაში მოკლედ ახლა არ დავიწყებ ჩამოთვლას თუმცა მაინც საქართველოს ჩამოვედი და მე აქ ხედავ ჩემს მომავალს. თუ ქართველი ახალგაზრდა იქნება იმ განწყობით საკითხისადმი რომ საქართველოში მან შეიძლება თავისთავად აიმკვიდროს და არა ის რომ აქ მაინც ვერაფერს ვერ გავაკეთებ და საზღვარგარეთ უნდა წავიდო შესაბამისად ეს მიდგომაც ბევრ რაღაცას ცვლის ანუ თავიდანვე პესიმისტურად არ უნდა შეხედოს და ძალიან ბევრი ასე აკეთებს და ამიტომ იმედი და გულიც უცრუდება ძალიან მალე აქაურობაზე საქართველოზე მაშინ როდესაც რეალურად სინამდვილეში აქ შეიძლება თავის დამკვიდრება. კარგი, დიდი მადლობა. ვიდრე უშუალოდ აი ამ კონკრეტულ კითხვებზე გადავალთ, მე მინდა ჩვენს იმ რადიო მსმენელებს, რომლებიც ახლა ჩაგვერდნენ, ცოტა მოგვიანებით შემოგვერდნენ, მათ საყურადღებოდ გამოვაცხადო, რომ დღეს ღია სტუდიის სტუმარი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, ბატონი ვახტანგ ჭარაია და ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ვითარებაზე, ზოგადად რომ წარვადგინოთ თემა, ერთი შეხსენებაც ჩვენი მსმენელებისათვის, გადაცემა ახლა ღია ეთერშია, მაგრამ იგი იწერება და
თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განმეორებით მოისმინოთ. ამისათვის უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, რომლის მისამართია Radio 1-G, Radio 1-G და ღია სტუდიის ნებისმიერი გამოშვების მოსმენა შეძლებთ. ბატონო ვახტანგ, ჩვენი მსმენელების კონკრეტული კითხვები, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც ჩვენმა მსმენელმა მას სხვადასხვა გვირეკავს ხოლმე და ეს ტერმინი დაამკვიდრა უკვე თავის მეტყველებაში ჩარში ბიზნესმენები როგორ უშლიან ხელს ესე იგი იმას რომ ჩვენც ექსპორტზე გავიდეთ ასე ვთქვათ და არ ვიყო დამოკიდებული იმპორტზე და აი ამასთან დაკავშირებით მაპატეთ ვიდრე უპასუხოთ კიდევ გველოდება თურმე მსმენელი ჯერ მისი კითხვა მოვისმინოთ მოვინიშნავ ალო გისმენთ მოგესალმებით გამარჯობათ შევაწუხებ სტომას თუ შეიძლება შეკითხოთ 9 ამ 12 წლის განმავლობაში ან 13 რომ თუ არის შემთხვევა წასული ახალგაზრდებზე მოვისმინე და რა მოლოდინია კარგი ვერცბაქანას მაგრამ ოჯახებიდან გადასარჩენად რო არიან წასული დიასახლისები თუ ერთი მაინც ან ორი დაუბრუნებია ისა თავრობას ხო რომ მოუსწროს ან ბავშვებს სანამდე ვეღარ იცნობენ ან მოხუც სათოვასახში თუ რამე არის რაღაც მომენტი რომ ვინმე ჩამოიყვანეს და ამას უპატრონეს რომელიმე ოჯახს და ესეთი პატარა ეს მე შეგეთქვა აქ ჩამოართვეს მის მქონება იმას ჩამოართვეს არ დააბეგრის აღზა ეს თანხა მარტო პრემიერში გადის თუ სასაცილოდ რომ 15 თეთრი ჩამოყონწესებულია წყალზე იმის მოხსნა რაღა იყო აგდებულად რო ვართ სუმთლიანად მხოლოდ არჩევნებზე ვჭირდებით მაგხავს ბოდიში დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის თუ შეიძლება ესე იგი ჯერ ის დავასრულოთ ბიზნესმენებთან დაკავშირებულ შეიძლება უბრალოდ არც დაგიწყიეთ ჯერ პასუხის გაცემა და ლარის დევალვაციაც ამას დაუკავშირა ჩვენოსებმა თუ გახსოვთ. კი რა თქმა უნდა ჩანიშნული მაქვს ეს შეკითხვები მეც და ახლა ვუპასუხებ რიგრიგობით რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას ესე ვთქვათ და ექსპორტ იმპორტს და იმ ბიზნესმენებს რომლებიც ორიენტირებული არიან არა საქართველოში გარკვეული პროდუქციის წარმოება რამაც საქართველოში საზღვარგარეთიდან იმპორტირებაზე. აქ საქმე იმაში გახლავთ, რომ აი წარმოიდგინოთ ესეთი მდგომარეობა, თქვენ ხართ ბიზნესმენი და გაგაჩნიათ სიტყვაზე ვთქვათ $1 მილიონი. $1 მილიონი არსებობს საშუალება საქართველოში გახსნათ სიტყვაზე ვთქვათ მცირე ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა და არსებობს მეორე საშუალება $1 მილიონი საქონელის იმპორტი გამახორციელოთ საქართველოს. ხო, ესე მოვიტანოთ ზეთი. რომელია უფრო მარტივი რომ ქარხანა გახსნათ, გადასახადებზე იზრუნოთ, იქ რაღაც თვითონ შენობის აშენება იქნება შემდგომ რა ვიცი წარმოების პროცესში დანადგარები გინდათ, პროდუქცია გინდათ, ანუ მასალა რომელთაც დაამზადებთ, მთელი ციკლია ესე ვთქვათ, რომელიც საკმაოდ რთულია და შრომატევადი და მეორე ვარიანტი გაქვთ თურქეთში მიბრძანდებით, შეისყიდით რომელიმე კომპანიისგან და ერთი ესე ვთქვათ ტრაილერით თუ რითაც იქნება, შემოიტანთ საქართველოში და აქ დისტრიბუციის პირდაპირ ჩაბარებ დისტრიბუცია შეიძლება თქვენც არ მოგიწიოთ ამ საქონლის გაყიდვა, ან შეიძლება დისტრიბუციის ქსელიც განვითარებული ქონდეთ და არა მარტო ზეთი შემოქონდეთ, არამედ სხვა ბევრი პროდუქცია პარალელურად. ბიზნესმენისთვის, ანუ ამით რის თქმა მინდა ბიზნესმენისთვის უკეთესი ის არის, რომ მან უფრო მარტივად იშოვოს უფრო მეტი ფული. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა იყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება სამავდროულად, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც იმპორტით შემოგაქვს ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც საქართველოში არ არის წარმოება, მაგრამ მეორე არის, როდესაც შენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებ შენ თავზე, გამომდინარე იქიდან, რომ შენ მოსახლეობის ესე ვთქვათ კეთილდღეობა მოსახლეობის ესე ვთქვათ ფულით მდიდრდება ერთი მხრივ ბიზნესმენი, მეორე მხრივ რა თქმა უნდა იმ პროდუქციასათვის, რომელსაც მომხმარებელია დაინტერესებული, მაგრამ ამ გარკვეული კაპიტალის დაგროვების შემდგომ ბიზნესმენები უნდა იყვნენ მოტივირებულები, რომ უფრო მეტი გააკეთონ თავისი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თუ ადგილზე შექმნიან გარკვეულ პროდუქციას, ერთი ბიზნესმენი, მეორე, მესამე, სიტყვაზე ქარხანას ააშენებენ თუ რაღაც საწარმოს გახსნიან და ასე შემდეგ, ეს ქვეყანაში უფრო დასაქმებას გაზრდის, ხელფასების რაოდენობა გაცემული უფრო მეტი იქნება მოსახლეობაზე, შესაბამისად უმუშევრობა ნაკლები იქნება, მოსახლეობაში გაჩნდება უფრო მეტი სტიმული, უფრო მეტი პროდუქტი იყიდოს ზოგადად და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობები წარმოიქმნება ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს მეორე ვარიანტი, რომელიც ადგილზე წარმოებას გულისხმობს გარკვეული პროდუქციის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მიზანშეწონილია, თუმცა მაგრამ აქ უნდა აქ სახელმწიფოს როლი არ დავივიწყოთ, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს სწორედ მაგას, თუ კი ის პატრიოტული სული არ არის ბიზნესმენში, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ სტიმულირებული იყოს აქ წარმოების ამუშავება.
დიახ, ზუსტად აქამდე მივდიოდი მეც ჩემი საუბრით და ის გარემო, ბიზნეს გარემო, რომელიც დღეს საქართველოში არის ჩამოყალიბებული, არის საკმარისი რაღაცა სიმაღლეზე, ესე ვთქვათ, რომ იყოს რაღაცა ადგილობრივი პროდუქციის წარმოება ქვეყანაში, თუმცა არ არის იმისთვის საკმარისი, რომ მასშტაბური უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, ან თუნდაც ადგილობრივმა ბიზნესმენებმა დაიწყონ რაღაცა გრანდიოზული პროექტების განხორციელება ადგილზე. და ამის მრავალი ობიექტური, ესე ვთქვათ, სუბიექტური მიზეზი არსებობს, თუ რატო ვერ ხდება, დაუშვათ ავიღოთ თუნდაც იმიტომ, რომ მცირე ბაზარია საქართველოს და მცირე ეკონომიკა გაგვაჩნია, აქ არარენტაბელურია სიტყვაზე ავტომობილების წარმოების ინდუსტრიის გახსნა. თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ ერთი კვალიფიცირებული თანამშრომლები არ ყავს, ვინც ამ სექტორს მოემსახურება. მეორე, რომ წარმოებული მანქანები ხო ჯერ პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარზე ან რეგიონალურ ბაზარზე უნდა გაიყიდოს და შემდგომ ხო უფრო გარე ბაზარებზე, ესე ვთქვათ. შესაბამისად, საქართველოს ძალიან მცირე ეკონომიკაა იმისთვის, რომ ბევრმა მომხმარებელმა შეიძინოს ეს ახალი ავტომობილები. გარდა ამისა, გვაქვს კონფლიქტური ორი ერთბაშად რეგიონი, რომელიც დიდი უცხოელი ინვესტორისთვის ძალიან დიდი დაბრკოლებაა, იმიტომ რომ ეს გარკვეულ არასტაბილურობასთანაა დაკავშირებული და როდესაც რამდენიმე მილიონს დებდა, მეორეა, როდესაც ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა, რისკის ქვეშ აყენებს შენს მომავალ ინვესტიციას. ამიტომ კომპლექსურად არის აქ პრობლემები დაგროვებული, რომელთა გამოსწორებაცაა საჭირო, მაგრამ პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ბიზნეს გარემო, თუნდაც წინა წლებს რო შევადაროთ, გაუმჯობესებულია. ბევრად ეს პირველი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც არ ხდება ძალიან ხშირი იყო წინა ესე ვთქვათ წლებში, როდესაც ბიზნესმენებს ერთშვენიერ დღეს აფიქრდებოდათ, რომ მთელი თავისი ბიზნესი უნდა აჩუქონ მთავრობას. რატო უნდა აჩუქონ, ან რატო იყო ამდენი ადამიანი ესე ერთბაშად განწყობილი, რომ მთავრობისთვის ეჩუქებინა, ანუ რაღაცა ეჭვები ჩნდებოდა, რომ ვიღაცა აიძულებდა მათ ხო ამის გაკეთებას. თუნდაც ეს ფაქტი, რომ დღეს არ ხორციელდება და კერძო საკუთრება, რომ შედარებით ბევრად უფრო დაცულია, ესეც გარკვეული პირველი პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა ბევრად უფრო მეტია, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი და თუნდაც იგივე საგადასახადო პოლიტიკის კუთხით, თუნდაც იგივე დაუშვათ სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემებიც იყო გარკვეული საქართველოში, როდესაც შეიზღუდა უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში, იქ მოყვნენ უცხოელი ინვესტორებიც და იყო ესეთი ფაქტიც, როდესაც ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც საქართველოში გარკვეული ბიზნესის შესაქმნელად მოდიოდა, საზღვარზე ვერ შემოვიდა, იმიტომ რომ მას ეს ვიზა არ ჰქონდა თავის დროზე გაკეთებული და რაღაც პრობლემები შეიქმნა. თუმცა ეს პრობლემაც ისევ უნდა გამოსწორდეს, როგორც ვიცით და ესეც გარკვეული ესე ვთქვათ ახალისება იქნება. თუმცა ის პრობლემები, მსხვილი პრობლემები, რომელიც მე დაგისახლეთ, იმათ მაინც ვერ გავიქცევით და ის მაინც თავის ასახვას პოვებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორის დაინტერესებაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ სხვა უკეთესი კიდე დამატებითი პოზიტიური ეფექტები შევქმნათ, რომელიც ინვესტორს დაინტერესებს და ეს შეიძლება თუნდაც იგივე საგადასახადო შეღავათების შემოღება ინვესტორებისთვის. მსმენელი გველოდება კიდევ ერთი, ვიდრე შემდეგ კითხვას უპასუხებთ. ალო, გისმენთ? ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. ჩვენს მივესალმები, მე არ გამოსულა სიტყვაში, მაგრამ აი ამ ბოლოს სიტყვებმა მაიძულა რომ გამოსულიყავი და მე თქვა კონკრეტულად ბატონო ვახტანგ მე შევეხები ეფრინოლობის საკითხს, რომელიც ამასთინა ტელევიზორში გამოვიდნენ და რამის არის წირია. ეს ეფრინოლობის ფაბრიკები არავითარი ხელისშეწყობა არ აღვახო, არავითარი პირობები რაცა გვაქვს ჩვენს მიერ შეხდიო, ესაც გვინად გურდებაო და იზოლებული ხდებით, აი ეს წარმოება კვერცხისა და ფრინველის ხორცშიო. აი ეს არის უბედურება, რომ ვიც ზოგი რაღაცას ხურიერებს, აი ეს გული და სული არ აქვს, რომ ეს წარმოება გაამძინო, გამაგრონ და ხალხს მიაწვდო პროდუქცია. ეს ერთ-ერთი კონკრეტულია და რაც შეეხება ახალგაზრდებს, რო გზავნი ახალგაზრდებს საზღვარგარეთ. არა, მთავარია იმათი ჩამოსვლა დასაქმება ვერ ხედავ, ამაშია უბედურება. და დღეს ჩვენ 3 მილიონ 700-ზე კი არ უნდა ყოფილიყავით, 5 მილიონზე მეტი უნდა ყოფილიყავით. დიდი მადლობა. ზარისთვის თუ შეიძლება შემდეგი კითხვა გავიხსენოთ, ბატონო ვახტანგ, ეს გახლავთ პრემიერის და ფინანსთა მინისტრის განცხადება 4.2% ეკონომიკის დასთან დაკავშირებით და ჩვენ მოსვენებთ ასეთი კითხვა დასვა. ეს საქსტატის მანიპულაცია იყო თუ რეალობა? დაგვეთა ხომ არ იყო?
მე როდესაც არ მაქვს ინფორმაცია რეალურად იყო თუ არა ეს მანიპულაცია, შესაბამისად არ შემიძლია და ვერ ვიტყვი ამას ვერც დავადასტურებ, ვერც უარყოფ. თუმცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური არის ის ორგანიზაცია, რომელიც ყველანაირ დამუშავებულ ინფორმაციას გვაწვდის, ხშირ შემთხვევაში არა დამუშავებულ, არამედ მშრალ მონაცემებს, თუმცა გვაწვდის იმ მონაცემებს, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დამაგრდო მოსახლეობის და ასე შემდეგ, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც საქსტატს გააჩნია, არის სოფლიო პრაქტიკიდან გადმოღებული, ესე ვთქვათ, არსებობს შესაბამისი სტანდარტები, რომლის მიხედვითაც იანგარიშება ეს ეკონომიკური ზრდა, ამიტომ მან და ხა მე ვერ შევიტან უბრალოდ ეჭვს იმ გაგებით, რომ შეიძლება ვიღაცამ ასე ყოველთვის ხდება რაღაცა და შეიძლება ხელოვნურად ვიღაცამ რაღაცა შეცვალა, მაგრამ ეს ძალიან ისეთი ძალიან თეორიულია ფიქრის იმას გვაძლევს ხოლმე საშუალებას, თითქმის გამორიცხულია ესეთი შესაძლებლობა, ანუ ის მონაცემები, რომელსაც საქსტატი დებს, მეტნაკლებ ობიექტურობას მოიცავს. როდესაც გეთანხმებით ბატონო ვახტანგ, მაგრამ საზოგადოებას ეჭვი უჩნდება მხოლოდ იმის გამო, რომ თავის გარშემო ეს ადამიანები ხედავენ როგორ უჭირს ხალხს. გამიგეთ და თუ ზრდა, ეკონომიკის ზრდა თუ რატომ არ დაეტყო გეტყვით ახლა მოგახსენებთ რაშიც არის მდგომარეობა. სხვათა შორის, როდესაც თებერვალში იყო 4.9%-იანი ეკონომიკური ზრდა, სულ უახლესი აპრილის მონაცემებით 0.9% იყო სულ ეკონომიკური ზრდა. ანუ თუ იმას ვიტყვით, რომ საქსტატი ხელოვნურად გვაწვდის იმ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც პოზიტივზეა ორიენტირებული, მაშინ ეს ბოლო მონაცემები ამას ამ არგუმენტს ესე ვთქვათ მაშინ იმას აღარ მოგვეყვიდა, რომ 0.9 იყო. მაშინ ამ 0.9-ს არ გამოიტანდა. თუმცა, ამიტომ ვამბობ, რომ მეტნაკლებად ობიექტურია, შეიძლება ყოველი ესე ვთქვათ ეკონომიკაში მიმდინარე საკითხი რაღაც 100% სიზუსტით ვერ აღწეროს, თუმცა შედარებით ესე ვთქვათ ყველაზე საუკეთესო ანალიზის საშუალებას გვაძლევს. ის რომ ეკონომიკური ზრდა ხდება ქვეყანაში, ეს რეალურად იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ანალოგიური ტემპებით უკეთ იწყებს ცხოვრებას. ეკონომიკური ზრდა ეს არის იანგარიშება როგორც წესი სიტყვაზე აპრილისთვის ეკონომიკური ზრდა იანგარიშება წინა წლის აპრილისთვის თველსთან შედარებით. შესაბამისად, წინა წლის იმ თველსთან შედარებით გაიზარდა ეკონომიკური აქტიურობა აი ამდენი პროცენტით, მაგრამ ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თვითონ ეკონომიკური ზრდა რისგან შედგება. ეს იანგარიშება ძირითადად დამატებული ღირებულებების გადასახადის ტემპებისგან და აგრეთვე იქ არის კიდევ რამდენიმე სხვა კომპონენტი, თუმცა ძირითადად ეს არის. თუ ჩვენ მოდით ესე დავცვათ საკითხი, იმ პროდუქტების გამოშვებას უფრო დავაჩქარებთ, უფრო მეც გამოვუშვებთ, რომელიც დამატებულ ღირებულებას მეც ქმნიან, ჩვენს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი მოსახლეობა უკეთესად იცხოვრებს, მაგრამ იმ ესე ვთქვათ მეთოდოლოგიით, რომელითაც იანგარიშება ეკონომიკური ზრდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება. ანუ საუბარია იმაზე, რომ თუ თუნდაც იგივე ექსპორტი არა იმპორტი ამ შემთხვევაში, როდესაც შემოდის იმპორტირებული პროდუქცია საზღვარზე, ის ავტომატურად იხდის დამატებული ღირებულების გადასახადს. თუ მეტი იმპორტი შემოვიდა, შესაბამისად მეტი დამატებული ღირებულების გადასახადი შევა ბიუჯეტში და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის უფრო უკეთესი ტემპი გვექნება ქვეყანაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა უკეთესად ცხოვრობს. ანუ აქ ტერმინები არ უნდა ავურიოთ, ამისი თქმა მინდა, რომ ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ავტომატურად ისევე უკეთესად ცხოვრობს, არამედ ეს არის გარკვეული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული რაღაცა პარამეტრების ერთობლიობა, რომელიც გაუმჯობესდა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მოსახლეობას, აი სიტყვაზე საქსტატმა გამოაქვეყნა, რომ 3.7 მილიონია ჩვენი მოსახლეობა და არა 4.5 მილიონი. რეალურად ხომ საქსტატი ამას გამოაქვეყნებდა თუ არ გამოაქვეყნებდა, მოსახლეობა იგივენაირად ცხოვრობდა. უბრალოდ ფურცელზე დადგინდა, რომ ამდენი კი არა, აი ამდენია. რეალურად ეკონომიკა მაინც იმ 3.7 მილიონი მოსახლეობის ფარგლებში ფუნქციონირებდა რეალური პირობებიდან გამომდინარე. ამიტომ ერთია რომ სტატისტიკა დებს რაღაც მონაცემებს, მაგრამ მეორეა რომ ეს სტატისტიკა რა მიზანს ემსახურება. ანუ აქ პოლიტიკური მიზანზე არ მაქვს საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მეთოდოლოგია რაში მდგომარეობს და რას ითვლიან ისინი ამით. ამიტომ მოკლედ სხვა ტერმინებზე საუბარი. ხო, ამიტომაც არის, რომ ჩვენს აუდიტორიას ამ შემთხვევაში იმის მოსმენა უნდა და იმისი ცოდნა მისი
და მისი მეზობლების, მისი საახლობლოს ეკონომიკური მდგომარეობა როდის გამომჯობება. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი საზოგადოების და ეს გვინდა რომ იყოს მიღწეული ზოგადად ამ ქვეყანაში. ის რომ სხვადასხვა პარამეტრებით არის ზრდა, კი ბატონო, ეკონომისტებს დაგიჯერებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ სხვა პარამეტრებშიც იყოს და კონკრეტულად, კერძოდ ჩვენი ოჯახების შემოსავლებს დაეტყოს. ჩვენს ყოფას, ჩვენს ცხოვრებას დაეტყოს. აი ეს არის ჩვენი საზოგადოების სურვილი. მაგრამ ერთად ბატონო ახლა გორისმენი გველოდება და შემდეგ ანუ გისმენთ, ოღონდ ეს იქნება უკვე ბოლოზარები, ეს ორი ბოლოზარი, ვინაიდან სტროგო ეწურება მივიღოთ ახლა ეს. დიახ, გისმენთ. ბატონო ვახტანგ, მე უბრალოდ ერთი კონკრეტული შეკითხვა დაგისვით, რომ თუ კი იყო 4.2% იმ მონაკვეთში, აი იმ პირველი კვარტალის მონაცემების დროს ამ 4.2%-ის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო თუ არა მაგ პერიოდისთვის მაინც შედარებით ესე იგი ლარის კურსი სტაბილური. და რაც შეეხება ბატონო გოგი, თქვენ კარგად ძანეთ, რომ თქვენი სტუმარი რო ყავდა სტუდენტებთან დაკავშირებით მაგ გადაცემას უსმენდი მე. მართალია რომ არსებობს ასეთი ხელშეკრულება, მაგრამ რაკეთან იმ სტუდენტებმა ალბათ ის ქალბატონის გულის ტკივილი ზუსტად ის იყო, ის უფრო ადრე წავიდა. კი, მართალია. ხელშეკრულება აი ამათთან დაკავშირებით ეკითხებოდათ ის ქალბატონი. მადლობა. კი ბატონო, გასაგებია და ბოლოზარი მივიღოთ. მე ბოდის მოვხდი ჩვენს მელებს, მეც ვერ მოვახერხებთ რომ მივიღოთ შეკითხვა. გისმენთ, ალო? გამარჯობა. ბოლოს გეკითხო, როცა ამობენ 3.19% იყოს ზრდის ტემპიო, 2.2%-იო, ეს დიდი შეცდომა არის. ეგ არის მატების ტემპი და არა ზრდის ტემპი. ნამდვილად ზრდის ტემპი არის 3.2%, 102.2% და არა ზრდის ტემპი. ეს ერთი თეორიული ამბავია, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ შარშანდებთან შედარებით 3.2% იყო ზრდა და 5 და ეს. ეგ შარშან ძალიან ჩამორჩენილი იყო და ეგ რა დიდ ზრდას კი არ ნიშნავს. ერთი სიტყვით აი ასეთი ბევრი შეცდომები და დიდი აფსუსები მიდის ჩვენ გადაცემებში და არ ვიცი რა რაღაცა ყურადღება უნდა მიექცეს ამას და რაც შეეხება ბატონ ჭარაია ვახტანგს მე მგონია ის კარგად დაიცავს დისერტაციას ამის ღირშიც არის. დიდი მადლობა. თუ შეიძლება ბატონო ვახტანგ, ესე იგი უპასუხოთ ახლა დარჩე ამ ყველა შეკითხვას დაახლოებით 5 წუთი გაქვთ დრო. კი, მაშინ მოდით უცებ ბოლო კომენტარს გამოვხმაური. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მსმენელს ესეთი რაღაც პოზიტიური სიგნალისთვის და ის რა თქმა უნდა მართალი არის თავის შეფასებებში, რასაც იძახის, ძალიან ბევრი ესეთი ტერმინოლოგიური ხარვეზი იპარება და მოსახლეობას შემდგომ მე არასწორად აღიქვამს სხვადასხვა მოვლენებს. ეს ნამდვილად სიმართლეა და ამის ესე ვთქვათ გამოსწორება არის საჭირო. რაც შეეხება თუ იყო 4.5%-იანი თუ 4.2%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამ შემთხვევაში ქონდა თუ ექნებოდა თუ არა ანუ უფრო სწორი ფორმულირება იქნება ლარის კურსი უნდა თუ არა გამყარებულიყო. რეალურად ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან არის რა თქმა უნდა დაკავშირებული, თუმცა პირდაპირი გავლენა ერთი მეორეზე ვერ იქნება. თუნდაც იმიტომ რომ ლარის გაცვლით კურსზე ფორმირებას სხვა უფრო ფაქტორები ახდენენ ვიდრე ეკონომიკური ზრდა. რეალურად ლარის გაცვლითი კურსი დღეს ყალიბდება კომერციული ბანკების მიერ ვაჭრობის შედეგად ჩამოყალიბებული კურსი, ესე ვთქვათ, გინდება დღის ბოლოს ეროვნული ბანკის მიერ. და აქ ეკონომიკური ზრდა და იქნება 3% თუ 1% თუ 5%. გარკვეულწილად თავის ესე ვთქვათ კომპონენტ თავის წილზე გავლენას ახდენს საბოლოოდ ლარის კურსის ესე ვთქვათ ჩამოყალიბებაში გამომდინარე იქიდან რომ კომერციული ბანკები მერე უფრო მეტ ლარს ყიდულობენ თუ უფრო მეტ დოლარს ყიდულობენ, ანუ ეს აისახება ასე თუ ისე, მაგრამ პირდაპირი კავშირი მათ შორის არ არის. და როდესაც თუნდაც ესეთი რაღაცაც შეიძლება იყოს, რომ სულ არ იყოს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ლარის კურსიც გამყარდეს, ან თუნდაც გაუფასურდეს. ორივე მიმართულებით შეიძლება ეს იყოს. გამომდინარე იქიდან, თუ აი ეს კომერციული ბანკების მიერ და მოთხოვნილი ესე ვთქვათ ლარის მასა თუ დოლარის მასა რამდენი იქნება და მოთხოვდა იქნება უფრო მეტი თუ მიწოდება იქნება უფრო მეტი ამ ვალუტების. აი ერთი კარგი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი
ნოემბრიდან დღემდე, რაც ვალუტის კურსმა გაუფასურება დაიწყო, ბაზარს მიაწოდა $280 მილიონი, მიაწოდა კი არა, მიყიდა, ანუ თავისი რეზერვები, საერთაშორისო რეზერვებიდან გაყიდა და კომერციულ ბანკებზე გაყიდა და ის ამით, ესე ვთქვათ, ხას უსვამს, რომ მან აი პოზიტიური ნაბიჯი მაინც განახორციელა ეროვნული ვალუტის კურსის გასამყარებლად, მაგრამ მეორე კომპონენტი ის არის, რომ ის არავინ არ ამბობს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის სესხის გზით გაზარდა ლარის მასის მიწოდებაც ამავდროულად და იგივე პერიოდში თუ მან $280 მილიონი მიაწოდა ბაზარს, ამავდროულად მიაწოდა დაახლოებით $700 მილიონი, რაც თითქმის იმდენივე და უფრო მეტიც არის, ვიდრე $1 მიაწოდა. ანუ შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა ამით პოზიტიური ნაბიჯი კი არ გააკეთა, ორმაგად უარყოფითი ნაბიჯი გააკეთა. ერთი რომ $1 მასა გაფლანგა ფაქტურად და მეორე რომ ესე ვთქვათ, ეს თვითონ სიტუაცია, ანუ ლარის დაკარგა და ლარის კურსი, დოლარი დაკარგა უпростоრად და ლარის კურსიც ვერ გამყარდა. ანუ აქ არ ვიცი შეიძლება თუ არა იმაზე საუბარი, ან ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რომ ეს რამდენად მიზანმიმართული პოლიტიკა იყო ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა და რა მიზანს ემსახურებოდა საბოლოო ჯამში ეს ორი ნაბიჯი, მაგრამ ფაქტის სახეზე გვაქვს, რომ ეროვნულმა ბანკმა $280 მილიონი თავისი რეზერვებიდან ამოიღო, დახარჯა, ლარის გაცვლითი კურსი კი იგივე დარჩა და ამაში უდიდესი წვლილი უკავია სწორედ აი ამ ლარის მასის დამატებითი ოდენობით მიწოდებას ეკონომიკისათვის. ბატონო ვახტანგ, სტუდენტების ჩამოსვლა, არ ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენოსვერებლად, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომ არიან წასული, მათ ჩამოსვლაზე ვინმე თუ დაუბრუნებიათ ამათი 12 წლის განმავლობაში უკან, ამაზე თუ უზრუნია ხელისუფლებას, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია მსგავსი? მე ესე ვერ გეტყვით, ანუ თავრობის როლი ზოგადად კონკრეტული, კითხვა იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ადამიანის ჩამოყვანა, ეს ალბათ უფრო ესეთი სპეციფიური შეკითხვაა, როდესაც ძალიან ცნობილი ვიღაცა ქართველი მოღვაწეობს საზღვარგარეთ და უნდათ რომ ის ჩამოიყვანონ მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა რომ ის მოქალაქეები, რომლებიც წასული არიან და მართლა იქ ამ შემთხვევაში, ანუ აქამდე მიმყავდა საუბარი, რომ ამ შემთხვევაში უკვე საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას გარემო, ეკონომიკური გარემო, რომელიც უწოდებს, ანუ თვითონ გარემომ უნდა უწოდებდეს და არა სახელმწიფო, რომ ისინი ჩამოვიდნენ აქ. ანუ გარემოს მოწოდებაში იმას გულისხმობ, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, როდესაც შეიქმნება და კონკურენტუნარიანი ანაზღაურებით, როდესაც იქნება ეს სამუშაო ადგილები უზრუნველყოფილი, ქართველს არ ექნება იმისი мотиваცია, რომ საზღვარგარეთ წავიდეს, ან თუნდაც ის, ვინც საზღვარგარეთაა წასული, მონდომებული იქნება უკან რო დაბრუნდეს. აი ამას უნდა ვეცადოთ და ამისთვის სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, თუმცა მაინც უფრო მეტი არის საჭირო, ეს არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობაა სათავეში, ნებისმიერი მთავრობის დროს ყოველთვის მოსახლეობა უფრო მეტ სიტყვას მთავრობისგან ვიდრე ის აკეთებს. კონკრეტულად მემფრინველობა ახსენა და ხელშეწყობა არ გვაქვსო, ასე ამ თემაზე ჩვენოსვენ არ ვიცი, ამაზე თქვენ რამე კონკრეტული პასუხი? ამ თემაში არ ვარ ნამდვილად გარკვეული და გამიჭირდება, თუმცა ზოგადად იმის თქმა შეიძლება, რომ სახელმწიფო ნამდვილად ხელს უნდა უწყობდეს იმ არსებული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში არსებობს. ამიტომ თუ ჩვენ გვაქვს მეფრინველეობის დარგი განვითარებული, არ შეიძლება ამ დარგის ესე მარტივად მოშორება. მართალია ბაზარი თავისუფალია, ყველას შეუძლია აქ ოპერირება, შეიძლება საზღვარგარეთიდანაც შემოვიტანოთ გარკვეული პროდუქცია, თუმცა და ჩვენ ამას ვერ შევზღუდავთ, თუმცა სახელმწიფო მაინც უფრო მეტ სიტყვაზე უკეთეს პირობებს უნდა აძლევდეს ადგილობრივ მწარმოებლებს, ვიდრე იმპორტიორებს და ამით გამოსწორდება ეს ვითარება. დიდი მადლობა, დრო ამოგვეწურა. ალბათ ბევრ საინტერესო საკითხზე, ასე საინტერესოდ ისაუბრებდით, მაგრამ უნდა დავასრულოთ გადაცემა. მადლობა უნდა გითხრათ ბატონო ვახტანგ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. შევახსენოთ ჩვენს რადიოს მსმენელებს, დღეს ღია სტუდია სტუმრობდა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ბატონი ვახტანგ ჭარაია და წარმატებები გისურვებთ თქვენს დაცვაზე, რომელიც ახლო მომავალში იქნება, ბატონო ვახტანგ. მადლობა უთხრათ ერთად ჩვენს მსმენელებს, რომლებმაც ძალიან საინტერესო კითხვები დაგვისვეს, ვინც ვერ დაგვირეკა და გვისმენა, მათაც დიდი მადლობა. ჩვენი შემოქმედებით ჯგუფის სახელით, რომელიც ასეთი გახდათ, ლია ციკლაური, ნათი არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ინგა გურგენაძე და გიორგი ჩოკოშვილი, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. დიდი მადლობა ბატონ გიორგი და აგრეთვე დიდი მადლობა ჩვენს მსმენელებს. Студия.